მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი საქართველოს პარლამენტის წევრ ზაურ დარგალთან და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან ერთად ქალაქ მარნეულის საჯარო სკოლების ქალ დირექტორებსა და მარნეულის რესურს ცენტრის წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ქალებს 8 მარტი მიულოცეს. მადლობა გადაუხადეს განათლების სფეროში გაწეული შრომისა და ახალგაზრდების აღზრდაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და სასიჩუქრე კალათები გადასცეს. ეს არის 8 მარტი, ქალთა საერთაშორისო დღე. ჩვენ ვისარგებლეთ დღეს შემთხვევით და პირადად შევხვდით ქალაქ მარნეულის სკოლის დირექტორებს, ასევე რესურს ცენტრის ადგილობრივ წარმომადგენელს, მიულოცეთ მათ პირადად. დღევანდელი დღე ჩვენ კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ ქალბატონების როლი რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების განვითარებისთვის, წინსვლისთვის. მე მინდა ყველას მიულოცოთ დღევანდელი დღე. უსურვო მათ ჯანმრთელობა, ბედნიერება და სიხარული. დღეს ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კარგი ლამაზი შეხვედრა ჰქონდა ქალაქ მარნეულის სკოლის დირექტორებთან. მიულოცეთ 8 მარტის დღესასწაული. მე მადლობა მინდა გადავუხადო თვითმმართველობას ესეთი ლამაზი ღონისძიებისთვის. ვისარგებლებ შემთხვევით და ყველა ქალბატონს ულოცავ 8 მარტს, უსურვებ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. პატივისცემით მინდა მიულოცო ქალბატონებს დღევანდელი ქალთა საერთაშორისო დღე. ჩვენ შევხვდით ქალაქ მარნეულის სკოლის დირექტორებს, მიულოცოთ დღევანდელი დღე და გადავეცეთ სიმბოლური საჩუქრები. მასწავლებლის როლი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი თაობის ახალგაზრდების აღზრდაში და მათთვის განათლების მიცემაში. ჩვენ ვაფასებთ ამას. მასწავლებლობა ძალიან საპატიო, საპასუხისმგებლო და ღირსეული პროფესია. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ულოცავ ყველას უსულო წარმატებებს და ჯანმრთელობას ყველა პედაგოგს.